მოსალოდნელი იყო ინტერნეტ რიტეილერმა Amazon-მა პირველი smartphone წარმოადგინა. ოფიციალურ ვებგვერდზე Fire Phone-ის ღირებულება $199-დან $759-მდე აღწევს. Amazon Fire Phone-ი აღჭურვილია 4.7 დიუმიანი IPS LCD HD დისპლეით, რომელიც Gorilla Glass 3-ის სპეციალური დამცავით არის დაცული. ასევე გააჩნია 2.2 GHz-ის სიხშირის 4-ბირთვიანი პროცესორი, გრაფიკული ჩიპი Adreno 330, 2 GB-იანი ოპერატიული მეხსიერება და 13 მეგაპიქსელიანი ფოტოკამერა. აღსანიშნავია მობილურის Firefly ფუნქცია. მისი დახმარებით ტელეფონის კამერა 100 მილიონამდე საგანს ამოისმობს, რის შემდეგაც პროდუქტს მალევე იპოვნით ინტერნეტში და Amazon-ის ონლაინ მარკეტში. ასევე Firefly დაგეხმარებათ ფრაგმენტებით მუსიკის მოსაძებნად, იგივე პრინციპით როგორც Shazam-ის აპლიკაცია. იდენტური მეთოდით ხდება ფილმებისა და სატელევიზიო შოუების მოძიებაც. Fire Phone-ის ფუნქციონალურობიდან გამომდინარე, ეს არის შოპინგისთვის განკუთვნილი smartphone. მობილური მოწყობილობა აუცილებლად გაგიადვილებთ ქსელში სასურველი პროდუქტის შეძენას. სტოკჰოლმში არსებული შვედური კომუნიკაციის სკოლის სტუდენტები კომპანია Google-თან ერთად ახალი პროგრამის შექმნაზე მუშაობენ, რომლის დახმარებითაც ადამიანები ჟესტების ენის აღქმას რეალურ დროში შესძლებენ. ეს არის პროგრამა, რომელიც ჟესტების ენას ჩვეულებრივ საუბრად გადააქცევს. აპლიკაციის სახელწოდება Google Gesture-ია. პროგრამა მუშაობს სპეციალურ შესაკრავთან ერთად, რომელიც ადამიანის ხელის კიდურებზე მაგრდება. ხელსაწყო კუნთების მოძრაობით აანალიზებს მომხმარებლის მიერ შესრულებულ ჟესტებს. ეს პროცესი ცნობილია როგორც ელექტრომიოგრაფია. კუნთების მიერ გაზომილი ბიოელექტრონული მოძრაობები აპლიკაციას გადაეცემა, რომელიც თავის მხრივ ჟესტების ენას შესაბამის ხმოვან შეტყობინებად გადააქცევს. ახალი აპლიკაცია სრულად მოხსნის პრობლემას იმ ადამიანებისთვის, ვინც საერთოდ ვერ ხვდება ჟესტების ენას, რაც ენის ბარიერის გადალახვაში აუცილებლად დაგვეხმარება. ჯერჯერობით უცნობია პროგრამის გამოსვლის ზუსტი თარიღი. მოტოციკლეტების მწარმოებელმა მსოფლიოში ლეგენდარულმა კომპანია Harley Davidson-მა პირველი ელექტრობაიკი წარმოადგინა, რომლის სახელწოდებაა Project Live Wire. სატრანსპორტო საშუალების სრული მონაცემები ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ელექტრობაიკი 0-დან 100 კმ/სთ-ის სიჩქარეს 4 წამში ანვითარებს. ახალი ტრანსპორტი გაყიდვაში ჯერჯერობით არ ჩაეშვება, თუმცა მისი გამოყენება შეერთებული შტატების 30 ქალაქის მაცხოვრებლებს ტესტ დრაივების საშუალებით შეეძლებათ. პირველი ტესტ დრაივი 24 ივნის ნიუ-იორკში გაიმართა. კომპანიის განცხადებით, მომავალ წელს ტურები ევროპის მასშტაბითაც დაინიშნება. ის, რაც 30 წლის წინ მეცნიერებაში და ტექნოლოგიაში წინ გადადგმულნაბიჯად ფასდებოდა, დღესდღეობით სრულიად უსარგებლო და მოძველებულ ნივთად ჩამოყალიბდა. ინტერნეტში გავრცელდა ძალიან სახალისო ვიდეო თუ როგორ რეაგირებენ თანამედროვე ბავშვები კომპანია Apple-ის უძველეს კომპიუტერზე. What is that? A computer? Oh, it's an old computer. It looks cool. I like pressing buttons. It's huge. It's very huge. If you don't have a desk, where do you put this? ბავშვების რეაქცია ძალიან სახალისო და რა თქმა უნდა სასაცილოა. ვიდეოში 6-დან 13 წლამდე არასრულწლოვანებს 80-იანი წლების უდიდესი კომპიუტერის ჩართვას და გამოყენებას ასწავლიან. მოგესალმებით, დღეს ჩვენ განვიხილავთ ჭკვიანი საათისა და ფიტნეს ტრეკერის ჰიბრიდებს კომპანია Samsung-ის სრულიად ახალ Galaxy Gear 2-სა და Galaxy Gear Fit-ს. დღევანდელ განხილვაში მე Samsung ბრენდ-შოპის კონსულტანტი თათია ციმაკურიძე დამეხმარება, მოგესალმებით. მოკლედ, გავიდა წელიწად ნახევარი მას შემდეგ, რაც კომპანია Samsung-მა საზოგადოებას პირველი Samsung Gear-ი შესთავაზა. ეს იყო ინოვაციური მოწყობილობა, თუმცა სხვადასხვა მიზეზების გამო კარგად ვერ დაიმკვიდრა საკუთარი თავი ბაზარზე. შესაბამისად, უმსხვილესმა კომპანიამ გაანალიზა თავისი შეცდომები და ჭკვიანი საათის ახალი თაობები Samsung Galaxy Gear 2 და Samsung Galaxy Gear Fit-ი გამოუშვა. თათია, როგორც ვთქვათ, ეს მოდელი ძალიან წააგავს დიზაინით მის წინამორბედს. თუ შეგიძლია უფრო
ვფიქრობ ცლად გვიანბო დიზაინის შესახებ. კი ბატონო, როგორც უკვე აღნიშნა, ძალიან გავს Gear 1, Gear 2. Gear 1-ით მას აქვს კაუჩუკის სამეჯური, მეტალის კორპუსი და მეტალის შესაკრავი. თუმცა Gear 1-ისგან განსხვავებით, ეს არის წყალგამძლე მოდელი და მტვერგამძლე მოდელი. ასევე კამერა Gear 1-ს ჰქონდა კაუჩუკის სამეჯურზე, ამჟამად გადმოინაცვლა მეტალის კორპუსზე, რადგან მომხმარებელს, რომელსაც არ სურს, რომ სტანდარტული სამეჯური ატაროს, შეუძლია მისი შეცვლა. წარმოდგენილი გვაქვს სამ ფერში სამეჯური, სტაფილოსფერი, ოქროსფერი და ვერცხლისფერი. თუ შეგიძლია აგვიხსენი როგორ ფუნქციონირებს ეს მოწყობილობა? კი ბატონო, იმისთვის რომ საათი გამოიყენოთ, აუცილებელია გქონდეთ Samsung-ის ფლაგმანი ტელეფონი, ეს იქნება S5 Note 3, S4, S4 mini ან ასე შემდეგ და ასევე პლანშეტები, Note 10 და 2014 წლის მოდელი ან Note Pro. უკავშირდება Bluetooth-ის საშუალებით ტელეფონს ან პლანშეტს და მის შემდეგ იყენებთ საათს. აი, რის შესაძლებლობას გვაძლევს დაკავშირების შემდეგ Samsung Galaxy Gear 2? კი ბატონო. მას შემდეგ რაც ტელეფონს დაუკავშირებთ ან პლანშეტს, შეგიძლიათ დარეკოთ საათიდან, უპასუხოთ ზარს, წაიკითხოთ შემოსული შეტყობინებები. ასევე აქვს ფიტნესის ფუნქცია, გითვლით რამდენი ნაბიჯი გადადგით, რამდენი კალორია დაწვით, გიზომავთ პულსის საზომი სენსორი აქვს. ისევე როგორც Samsung Galaxy S5-ს ალბათ. მოდი ახლა ამჯერად უფრო ცვლად გვიანბე ამ მოწყობილობის ფოტო-ვიდეო გადაღების შესახებ. როგორც უკვე წეგან აღნიშნა, მას აქვს კამერა 2 მეგაპიქსელიანი, ასევე შეუძლია ვიდეოს გადაღება HD ხარისხში, თუმცა ვიდეოს ხანგრძლივობა შეზღუდული აქვს, შეუძლიათ 13 წამის განმავლობაში. გამოიყენება თუ არა რაიმე ფოტო ან ვიდეო ფუნქციები მასში ინტეგრირებულია ესეთ პროგრამები smartwatch-ში? კი ბატონო, შეგიძლიათ სურათის გადაღების დროს ადგილზევე დაათვალიეროთ სურათები და შემდეგ გადააგზავნოთ ტელეფონში. როგორც შენ აქამდე აღნიშნე, ეს მოწყობილობა არის დაცული IP67 სტანდარტებით, შესაბამისად ის არის სრულიად წყალგამომტარი და მტვერგამძლე. ძალიან საინტერესოა ამჯერად თუ ვისაუბრებთ დისპლეიზე, რა სიახლეები გამოიყენება მასში და შეიცვალა თუ არა დისპლეის ზომა. კი ბატონო, მას აქვს 1.73 ინჩიანი ეკრანი, Super AMOLED ეკრანი, Samsung-ისთვის ბოლო ტექნოლოგია, ესე ვთქვათ. როგორია Samsung Galaxy Gear 2-ის ტექნიკური მონაცემები, შეიცვალა თუ არა რაიმე ამ მხრივ? კი ბატონო. Gear 2 არის 2 ბირთვიან პროცესორზე, 1 GHz სიხშირეზე მუშაობს. მას გააჩნია 512 მეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 4 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერება. თუ რა შეიყენებს ეს Gear 4 გიგაბაიტიანი შიდა მეხსიერებას, ეს არის შეგიძლიათ ჩაწეროთ სიმღერები და ადგილზევე მოусმინოთ, გადაიღოთ სურათები და შეინახოთ Gear-ში და ასევე ვიდეოს შესანახად. ძალიან საინტერესოა, აქვე მინდა აღვნიშნო, რომ კომპანია Samsung-მა უარი განაცხადა Samsung Galaxy Gear 2-ში Android-ის ინტეგრირებაზე და ის ამჯერად ხელმისაწვდომია Linux-ის ოპერაციული სისტემა Tizen-ით. რა უპირატესობა გააჩნია ამ ოპერაციულ სისტემას და მარტივია თუ არა მისი მოხმარება მათთვის, ვისაც საერთოდ არ ქონია მასთან შეხება? კი ბატონო, როგორც აღნიშნა, Android-ს უღალატა Samsung-მა საათის შემთხვევაში და გადავიდა Tizen-ზე. რადგან Tizen-ი უფრო მარტივი სისტემაა და ვისაც არ ქონია უფრო მოსახერხებელია მისთვის და ასევე ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. Tizen-ი ეხმარება ამ მოწყობილობის ელემენტს და ის 2-3 დღით უფრო დიდხანს გაგვიძლევს ვიდრე Galaxy Gear-ის შემთხვევაში. რეალურად Gear-ი ჩვეულებრივი მუშაობის შემთხვევაში ძლებს 2-3 დღე. თათია, ძალიან საინტერესოა, რამდენად არის ეს მოწყობილობა დატვირთული საინტერესო აპლიკაციებით და საინტერესო ფუნქციებით. ნამდვილად საინტერესო აპლიკაციები აქვს, აქვს ჯანმრთელობის პროგრამა, რომელსაც შეუძლია დაგითვალოთ რამდენი ნაბიჯი გადადგით, ასევე შეუძლია პულსის გაზომვა.
აქვს ასევე ინფრაწითელი პორტი, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მართოთ თქვენი სახლის მოწყობილობები, ტელევიზორი იქნება, სახლის კინოთეატრი თუ კონდიციონერი. არც ბრენდს აქვს ამ შემთხვევაში მნიშვნელობა აუცილებელი არ არის, რომ იყოს Samsung-ის. Galaxy Gear 2-ში არის ინტეგრირებული მიკროფონი და დინამიკები, მათი დახმარებით ამ ხელსაწყოს გამოყენება შეგვიძლია როგორც გარნიტურა. რაც შეეხება Samsung Galaxy Gear Fit, ის Gear 2-თან შედარებით უფრო ახალი პროდუქტი, არის უფრო მსუბუქი და კომპაქტური. მას არ გააჩნია არც კამერა და არც ინფრაწითელი პორტი, შესაბამისად ეს არის მხოლოდ და მხოლოდ fitness tracker-ი. დღეისათვის სულ ეს იყო. დიდი მადლობა თათია შენ დახმარებისთვის. თქვენ კი არ გადართოთ კიბერჰაუსი რეკლამის შემდეგ დაგებრუნდებათ. So, you never told me how a famous man of words became such a passionate resistance fighter. It was June 24th, 1940. It's a day I'll never forget. Might be worth a damn after all, Mr. Robert Hawkins. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ გეიმერები მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე შექმნილი თამაშების სიმცირეს უჩიოდნენ. თუმცა ბოლო დროს ვითარება 360 გრადუსით შემოbrunდა და ერთმანეთის მიყოლებით ხდება ახალი რელიზები. ამასთან ახლო მომავალშიც არაერთი საინტერესო პროექტი გველოდება. რომლებიც ასევე პირველი და მეორე მსოფლიო ომის თემატიკაზე იქმნებიან, მაგრამ ამჯერად ჩვენს წინაშე City Interactive-ის მიერ შემუშავებული პირველი პირის შუთერი, Enemy Frontier, რომელიც ხელმისაწვდომია PlayStation 3-ის, Xbox 360-ისა და Windows პლატფორმებზე. აღსანიშნავია ისიც, რომ თამაშის დეველოპერს ნამდვილად ვერ მივაკუთვნებთ მაღალი დონის სტუდიის სტატუსს, რადგანაც ისინი მნიშვნელობას არა ხარისხზე, არამედ რაოდენობაზე აკეთებენ. City Interactive-ისთვის წელიწადში რამდენიმე თამაშის რეალიზება ჩვეულ მოვლენად იქცა, ხოლო თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მათ დაქვემდებარებაში 200 თანამშრომელია, ამ რესურსით წელიწადში თუნდაც ერთი მასშტაბური და მაღალი ხარისხის თამაშის შექმნა საკმაოდ რთულია. საგულისხმოა ისიც, რომ ჩვენ არც Ubisoft-ზე და არც სხვა მსგავსი დონის კომპანიაზე არ ვსაუბრობთ, რომელთა შემოდგომობაშიც ინდუსტრიის საუკეთესო სპეციალისტები არიან. თუმცა City Interactive თავის პროექტებს როგორც AAA ტიპის თამაშებს ისე წარმოაჩენს, მაგრამ რელიზიდან მალევე წამყვანი აგრეგატორებისგან კატასტროფულად დაბალ შეფასებებს ღებულობს. ასევე იყო მათი ყველაზე ცნობილი და ასევე ყველაზე წარმატებული თამაშის Sniper Ghost Warrior-ის, მისი მომდევნო ნაწილის შემთხვევაშიც და ასევეა ახლაც. სამწლიანი ლოდინის შემდეგ მოგვეცა საშუალება გვეთამაშა მათი უახლესი თამაში Enemy Frontier. იმ იმედით, რომ ამდენწლიანი გამოცდილების ხარჯზე მაინც შეძლებდნენ არა თრეილერებით შედევრის ილუზიის შექმნას და ზოგადად კარგ პრომოუშენს, რაც ისედაც კარგად გამოსდით, არამედ უბრალოდ ნორმალური თამაშების კეთებას. აუცილებელია ყურადღება გავამახვილოთ იმ ფაქტზეც, რომ ეს მათი მეორე თამაშია, რომელიც Crying Engine-ზე იქმნება. ამ ძრავის შესაძლებლობები კი თითოეულ გეიმერს კარგად მოიხსენება. ხოლო დეველოპერებმა რამდენად შეძლეს ძრავის ათვისება და მისი შესაძლებლობების გამოყენება ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდებით. მოქმედებები ევროპის სხვადასხვა ცნობილ ლოკაციებში ვითარდება, სადაც თამაშის მთავარი გმირი რობერტ ჰოუკინსი არაუბრალოდ ისტორიული მოვლენების მონაწილე, არამედ ერთ-ერთი მთავარი მოქმედი ფიგურაა. დეველოპერებს ნამდვილად სურდათ ისტორიული ფონისთვის მკაფიო ხაზის გასმა და ყველასთვის იმის დანახება, რომ მორიგ უაზრო შუთერს არ აკეთებდნენ. თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს მრავალჯერ ნახსენები ისტორიული მოვლენები არც ისე დიდი სიზუსტით ვითარდება. ხოლო მეორე მსოფლიო ომის სურათს არა იმდენად მასში განვითარებული მოვლენები, არამედ შექმნილი გარემო და ზოგადად საერთო ატმოსფერო
უფრო ასახავს. თამაში ნაკლებად ნახავთ მასშტაბურ ბრძოლებს, რადგან დეველოპერებმა არ გარისკეს და უპირატესობა უფრო პარტიზანულ გეიმპლეის მიანიჭეს. შესაძლოა სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს პროტაგონისტად ამერიკელი ომის რეპორტიორის მოვლინება, რომელიც რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დიდად არ ჩამოუვარდება არც ერთ სუპერ ჯარისკაცს, რომლებსაც თამაშებში შევხვედრივართ. მათ შორის არც BJ Blazkowicz Wolfenstein-დან. მისგან განსხვავებით რობერტ ჰოუკინსი ჟურნალისტია, თუმცა მისი პროფესია სულაც არ უშლის ხელს იმაში, რომ ნებისმიერი იარაღი ისე გამოიყენოს, როგორც ამას სახელგანთქმული BJ Blazkowicz-ი ახერხებს და მასავით თავისებურად გაჟლიტოს მტრის ურდუები. მოდით ამგვარ უცნაურ გარემოებებს ყურადღება ნაკლებად მივაქციოთ და ეს ყველაფერი ჟურნალისტის ბნელ და უცნობ წარსულს მივაწეროთ. რატომაც არა, ხომ შეიძლება უბრალო ჟურნალისტშიც ნამდვილი დივერსანტის სისხლი ჩქებდეს, რომელმაც საჭირო დროსა და ადგილზე იფეთქოს. სწორედ ასეთი უცნაური პერსონაჟით ვეფლობით თამაშის მოვლენებში და ვიწყებთ პარტიზანული ტიპის ბრძოლებს წინააღმდეგობის დაჯგუფებების მეომრების მხარდამხარ. City Interactive-ს ის მაინც გამოსდის, რომ შექმნას ლამაზი და უმეტეს შემთხვევაში საინტერესო გარემო ლოკაციები, თუმცა მოქმედებების მხრივ არაფერს განსაკუთრებულს არ გვთავაზობს. მთელი გეიმპლეიც იმდენად არქაულია, რომ დიდი ალბათობით ერთხელ მაინც დაგაფიქრებთ, თუ რატომ უნდა გააგრძელოთ თამაში. განსაკუთრებულად მაშინ, როდესაც უკვე სხვა თამაშებში კარგად გაცვეთილ ფუნქციას ხედავთ. და თან არც ისე კარგად რეალიზებულს, მხედველობაში პირველ რიგში ეგრეთ წოდებული bullet time-ი გვაქვს, რისი გამოყენებაც კარებების შემტევისას ხდება. დაახლოებით ისე როგორც ეს Call of Duty-შია. პირველ ეტაპზე მსუბუქი მისიების შესრულება და სამყაროს მტერი ნაცისტების ხოცვა სტელსური მოქმედებებითა თუ იგივე Rainbow სტილით არც ისე მოსაწყენია, რადგან თუნდაც cut სცენებით ხშირად გახსენებენ მოვლენების როგორც ისტორიულ მნიშვნელობას, ისე პერსონაჟის როლს ამ დიდ საქმეში. რამაც შესაძლოა მოთამაშეს გმირობანას როლის მორგებაში კარგი სტიმული მისცეს. ბრძოლის მექანიკა ბევრი არაფრით აღემატება 5, თუნდაც 10 წლის წინანდელ თამაშებს, რაც საომარ მოქმედებებში აუცილებელი შესაძლებლობების არარსებობაშიც გამოიხატება. Enemy Front-ი არც იარაღების მრავალფეროვნებით გვანებრივებს და არც მათი გამოყენების რეალისტურობას აქცევს დიდ ყურადღებას. განსაკუთრებით საინტერესო ხელყუმბარაა, რომლის არაბუნებრივად შორს სროლის შესაძლებლობით ნამდვილად გაგაოცებთ ჩვენი პროტაგონისტი, რომელიც სავარაუდოდ წარსულში ქვის ტყორცნაშიც ჩემპიონი გახდათ. შეგახსენებთ, რომ თამაში შექმნილია CryEngine-ზე, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მრავალფუნქციური და მაღალი დონის ძრავია, რომლის შესაძლებლობების მაქსიმუმს ძველი თაობის კონსოლებზე Crysis 3 წარმოადგენს. ხოლო თუ მოვახდენთ ამ ორი თამაშის შედარებას, თუნდაც მხოლოდ გრაფიკის მხრივ და გავითვალისწინებთ სტუდიის მიერ ამავე ძრავზე შემუშავებულ Sniper Ghost Warrior 2-ს, აღმოვაჩენთ, რომ ამ ასპექტში Enemy Front-ი არამც თუ Crysis 3-ს, არამედ Ghost Warrior 2-საც კი ჩამოუვარდება. სხვა მხრივ, Crytek's ზემოთხსენებულ თამაშთან შედარებას აზრიც კი არა აქვს, რადგან საკმაოდ ბევრი რამ, რაც ძრავას მოყვება Crysis-ისგან, პირდაპირ იმპორტირებულია თამაშში. ეს კიდევ არ არის ყველაფერი, მათ კიდევ ერთი საინტერესო ფუნქციის იმპორტირება მოახდინეს, ოღონდ ამჯერად Sniper Ghost Warrior 2-დან. რასაც სნაიპერული იარაღიდან გასროლისთანავე მიხვდებით. აღარ დავწვრილმანდებით უფრო მეტად, რადგან უკეთესად დაგანახოთ თამაშის ყოველი უარყოფითი მხარე. ფიქრობთ უკვე ნათლად გაათვისნობიერეთ, რომ თქვენს წინაშე საკმაოდ დაბალი დონის თამაშია, რომელსაც ყველაფერთან ერთად ძალიან ცუდი ჩეკპოინტები და ამასთან ერთად რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საკმაოდ ცუდი ხელოვნური ინტელექტი აქვს. რაც შეეხება მრავალმომხმარებლიან რეჟიმს, ის უბრალოდ მოვალეობის მიზნით შესრულებულს უფრო გავს, ვიდრე სერიოზულ ნამუშევარს და ფაქტიურად არაფერ ახალს და საინტერესოს არ გვთავაზობს. ამ თემატიკის თამაშების მთავარი ხიბლი სწორედ მისი ისტორიული მხარეა. როდესაც საშუალება გეძლევა თუნდაც ვირტუალურად მონაწილეობა მიიღო იმ მოვლენებში, რომლებმაც მსოფლიო ისტორიაში უდიდესი ადგილი დაიმკვიდრეს. გაიცნო მთელ რიგ იმ თამდევ პროცესებსა და შედეგებს, რაც ამ მასშტაბურმა ბრძოლებმა კაცობრიობას მოუტანეს. თუმცა საკმაოდ ხშირად თამაშების დეველოპერები აქცენტს არაფრის თქმელ დაუსრულებელ ბრძოლებსა და ორიგინალურობას მოკლებულ მშრალ სიუჟეტებზე აკეთებენ, რომლის მთავარი დანიშნულებაც ხშირად მხოლოდ დონეების ერთმანეთთან დაკავშირება და ერთი და იგივე მოქმედებების სხვადასხვა ლოკაციებში გაშლაა. საერთო ჯამში სწორედ ასეთი თამაში გამოუვიდა City Interactive-ს. იმის მიუხედავად, რომ ცდილობა გაეკეთებინათ ღირებული პროდუქტი ნამდვილად იყო და თუ ძალიან მკაცრადაც არ მიუდგებით, გარკვეული პროცენტით ეს შეძლეს კიდეც. ზოგადად ელექტრონული განათლება მსოფლიოში საკმაოდ პოპულარობით სარგებლობს, ძალიან სწრაფი ტემპებით ვითარდება და უკვე აღარც გამართობენ იმაზე, რომ ახლო მომავალში, საკმაოდ ახლო მომავალში ეს მომავალი განსაზღვრულია სადღაც 2025 წლისათვის, რომ
ტრადიციული სწავლების მეთოდებს და აუდიტორ სწავლების მეთოდებს ფაქტიურად ჩაანაცვლებს ელექტრონული სწავლების სხვადასხვა კურსები. ჩვენ ვართ ონლაინ და დისტანციური განათლების ცენტრი, ვაკეთებთ ონლაინ შესასწავლ პროგრამებს, ამჯერად გაკეთებული გვაქვს უცხოენების შესასწავლის საიტი Teach.G. პროექტი გააშვა დაახლოებით 2 წლის წინ და დღეისთვის გვაქვს უკვე ინგლისურის, რუსულის, იტალიური, ფრანგულის და ქართული ენის შესწავლის კურსები. თვითონ იდეა წარმოიშვა იქიდან, რომ საქართველოში არ არსებობდა ფაქტიურად ქართულენოვანი ონლაინ პროგრამა უცხოენების შესასწავლი, მით უმეტ ქართული ინტერფეისით და უცხოურ საიტებსაც შესაბამისად არ აქვს ქართული ინტერფეისი, რომ ქართულმა მომხმარებელმა შეძლოს ამ საიტების მეშვეობით რაიმე ენების შესწავლა. შემდეგ უკვე საინტერესო გახდა ჩვენთვის ქართული ენის შესასწავლის პროგრამაც, რადგანაც საქართველოში მწვავე პრობლემა არის ეთნიკური უმცირესობის ინტეგრაცია. ამ მიზნით ზუსტად შევქმნით ქართული ენის შესასწავლის პროგრამაც, რომლის შესწავლა ამჟამად შესაძლებელია რუსული ენის მეშვეობით და უკვე დასრულებული გვაქვს აზერბაიჯანული ენიდან ქართული ენის შესასწავლის ონლაინ პროგრამაც. თვითონ მეთოდი არის ძალიან აზარტული და შედეგიანი. მომხმარებელს ერიცხება თითოეულ სწორად შესრულებულ დავალებაზე 1 ქულა და შესაბამისად გამოიჩლება რეიტინგი, რომლის მიხედვითაც ეჯიბრება უკვე სხვა მომხმარებლებს. ჩვენთან დარეგისტრირება და პირველი დღე არის უფასო, შემდეგ თითოეული კურსი ღირს მაქსიმუმ 15 ლარი 1 თვეში. ეს კურსები რას მოიცავს? არის 11 სხვადასხვა ტიპის დავალებები, რომელიც ერთმანეთის მიმდევრობით ამოდის. ამ ეტაპზე რაც შეიძლება მინუსად ჩაითვალოს, არ გვაქვს ამ პროგრამაში გათვალისწინებული თვითონ მომხმარებლის ლაპარაკი, ასე ვთქვათ, რო ელაპარაკოს კომპიუტერს, მაგრამ შემდგომში ამ ხარვასაც აღმოფხრით და დავამატებთ ამ ტიპის დავალებას. ახლა რაც შეეხება თვითონ რითი განსხვავდება ალბათ ელექტრონული სწავლება ტრადიციული მეთოდებისაგან. ეს პირველ რიგში არის კომფორტი, იმიტომ რომ სწავლობთ, როცა თქვენ გნებავთ, სადაც თქვენ გნებავთ, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან, სადაც კომპიუტერთან და ინტერნეტთან მომხმარებელს აქვს ხტომა. სხვა ეფექტურობას თუ ჩამოვთვლით, ეს საკმაოდ გრძელი სიაა, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი პროგრამის მხრივ ის არის, რომ უცხოენების სწავლების შემთხვევაში ფართოდ გამოიყენება ინტენსიური გამეორების მეთოდები. რაც კომპიუტერის შემთხვევაში ფაქტიურად სრულყოფილამდე შეიძლება მიაღწიოს თავად პროგრამამ და საკმაოდ ეფექტური გახდეს მომხმარებლისათვის. ჩვენი მომხმარებლის თვალსაზრისით და ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც საქართველოში, ესევე საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრობი ქართველი ემიგრანტები, ყველა აღნიშნავს, რომ ჩვენი პროგრამა ჯობია უცხოურ ანალოგებს. ხოლო უცხოური ანალოგების პოპულარიზაცია მსოფლიოში საკმაოდ დიდია. ამ ფირმების და ამ ვებგვერდების კაპიტალიზაცია $100 მილიონ შეადგენს დღესდღეობით. სხვა ანალოგებს რო შევადაროთ, ჩვენი საიტი გამოირჩევა იმით, რომ ყველა ენა კეთდება ინდივიდუალურად იმ ენის გრამატიკის გათვალისწინებით. სხვა უცხოური ანალოგები არის დაახლოებით ერთი და იგივენაირად გაკეთებული და გავს ერთმანეთს. რაც შედეგზე ნაკლებად არის ორიენტირებული. რაც შეეხება იმ უპირატესობებს, რაც ჩვენ პროგრამას გააჩნია უცხოურ ვებგვერდებთან შედარებით, ჩვენი მომხმარებლებიც ამას აღნიშნავენ, რომ უცხოურ ვებგვერდებზე პროგრამები არის ან ძალიან მარტივი და ამის საფუძველზე ფაქტიურად შეუძლებელია ამ მარტივი პროგრამების შედეგად რაიმე რეალური ცოდნის მიღება, ან საკმაოდ რთული, რაც მომხმარებელს აშინებს უცხოენის სწავლის პროცესში. ჩვენ შევეცადეთ აღმოგვექცვა ეს პრობლემები და ალბათ მივახციეთ კიდეც ამას. ამას აღნიშნავს ყველა ჩვენი მომხმარებელი. ჩვენი პროგრამის სწავლა არის ძალიან ეფექტური, ძალიან მარტივიც, მაგრამ ეს სიმარტივე არ არის იმის ხარჯზე, რომ მომხმარებელმა ცოდნა არ მიიღოს. ბევრად უფრო მეტი არის ჩვენი პროგრამაში მომხმარებლის ჩართულობა თვითონ პროგრამაში, რადგანაც დავალებებზე პასუხის გაცემა ხდება წერილობით ფორმით. ჩვენი კურსების მეთოდიკა შემუშავებულია ჩვენს მიერ, მაგრამ ამ კურსების შექმნაზე მუშაობს უამრავი ადამიანი, დაახლოებით ერთ კურსზე მუშაობს 15 კაცი, ესენი არიან უცხოენების სპეციალისტები, პროგრამისტები, თვითონ მეთოდისტები და უცხოელები, ვინც ახმოვანებენ ამ კურსებს. ჩვენი გუნდი ამ პროგრამების შექმნაზე უკვე რამოდენიმე წელიწადია მუშაობს.
თვითონ კონკრეტულად უცხოენების კურსის შექმნის პროცესში ჩართული არიან უცხოენების მაღალი დონის სპეციალისტები, რომლებიც ჩვენი დახმარებით ქმნიან ამ კურსებს, რაც შეეხება მეთოდოლოგიას, ეს ჩვენი შემუშავებულია, ჩვენი პროფესია არის კომპიუტერული ლინგვისტიკა, პროგრამირება და ამოცანის დასმა. ჩვენ საიტზე ატვირთულია ინგლისურის 3 კურსი ამ ეტაპზე. პირველი და მეორე კურსი არის საბაზისო კურსი, რომელიც არის ზოგადი სასაუბრო ინგლისური და არის ერთი დამატებითი კურსი, ეს არის თემატური სასტუმროს მენეჯერებისთვის და ტურისტებისთვის. თითოეული კურსის გავლა სჭირდება დაახლოებით 3 თვე. მომხმარებლების გამოხმაურება ამ კურსების მიმართ ძალიან დადებითია. ისინი აღნიშნავენ ამ კურსების აზარტყულობას, ეფექტურობას და კომფორტს რაც თავარია. და სიაფერაც ძალიან იზიდავს ქართულ მომხმარებელს. გარდა იმ კომფორტული პირობებისა ელექტრონული სწავლების პროცესში, რაც ჩამოთვალეთ, ძალიან მნიშვნელოვანია კიდე ამ კურსების ღირებულება. ჩვენი პროგრამის სარგებლობის ყველაზე მაქსიმალური ღირებულება არის თვეში 15 ლარი. და ამ თვეში არ არის მომხმარებელი შეზღუდული არაფრით. როცა უნდა მაშინ სწავლობს, რამდენი ხანიც უნდა, იმდენი ხანი შეიძლება ისარგებლოს დაუშვათ ერთი თვის განმავლობაში ჩვენი პროგრამით. ეს არის ყველაზე ძვირი ვარიანტი. თუ მომხმარებელი ყიდულობს ჩვენი პროგრამის სარგებლობის დაუშვათ 3 ან 4 თვიან კურსს, ან 6 თვიან კურსს, პროგრამის ღირებულება შეიძლება თვეში 5 ლარზეც კი დავიდეს. სოფლიოში ძალიან დიდი ტემპებით ვითარდება ონლაინ და დისტანციური სწავლება, მაგრამ საქართველოში ჯერჯერობით ისეთი პოპულარული არ არის, რადგან ხალხმა ჯერჯერობით არ იცის და ჩვენი საიტიც პირველია საქართველოში, რომელიც ონლაინ განათლებას ემსახურება. მე თვითონ ბავშვობიდან სწავლობდი ონლაინ რეჟიმში, ძალიან ბევრ საგანს. ეხაც უნივერსიტეტში ვსწავლობ უმაღლეს მათემატიკას, მაგრამ რადგან ვმუშაობ, ვერ ვახერხებ ხშირად უნივერსიტეტში მისვლას და ჩემთვის ერთადერთი გზა ამის სასწავლად არის ონლაინ რეჟიმი. უცხოურ საიტებზე შევდივარ და ბევრად უფრო აზარტულად, კომფორტულად და იაფად შემიძლია შევისწავლო ესა თუ ის საგანი. სამწუხაროდ მსგავსი კურსების შექმნა საქართველოში გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ეს სირთულეები გარდა ფინანსურისა და გვინდა აღნიშნოთ, რომ მსგავსი კურსების შექმნა საკმაოდ ძვირად ღირებული პროცესია, არის სპეციალისტების დეფიციტი. ეს სპეციალისტების დეფიციტი ჩვენთან ძირითადად ჩვენთვის ეს არის უცხოენების მაღალი დონის სპეციალისტების დეფიციტი და ხშირ შემთხვევაში გვიწევს უცხოეთიდანაც კი ჩართვა უცხოენების სპეციალისტების, მაგრამ ჯერჯერობით ვართმევთ თავს, მაგრამ იმის მიზეზი, რომ ჩვენ დღესდღეობით არ გვაქვს მაგალითად იგივე გერმანული ან ესპანური ენის შესასწავლი პროგრამები, ეს დამოკიდებულია ეს ჩვენი ფინანსური პრობლემების ბრალი იმდენად არ არის, რამდენადაც იმის ბრალია, რომ ვერ მოვიძიეთ ამ ენების მაღალი დონის სპეციალისტები. გარდა ამისა, თვითონ სახელმწიფოს ჩართულობა მსგავსი პროექტების განვითარებაში საკმაოდ მწირია და ფაქტობრივად განათლების სამინისტრო იმის მაგივრად რო გვეხმარებოდეს, ფაქტობრივად წინააღმდეგიც კი არის ელექტრონული კურსების დანერგვისა. მსგავსი ბიზნესი მსოფლიოში არის საკმაოდ წარმატებული ბიზნესი. ამ ხრივაც საქართველოში სპონსორების ან ვენჩურული კომპანიების მოძიება, რომლებიც მსგავს სტარტაპებს აფინანსებენ, საკმაოდ რთულია და ჩვენც გვიწევს საზღვარგარეთ მსგავსი პარტნიორების მოძიება და სავარაუდოდ ჩვენი პროექტიც დღესდღეობით იმ ეტაპზე ვართ, რომ ჩვენ ვქნით აბსოლუტურად ახალ პროდუქტს, ახალ საიტს, ახალ ვებგვერდს და იმის ბაზაზე რაც უკვე გაკეთებული გვაქვს და ყველაფერი ამის ფინანსირების მოძიება მოგვიწევს საზღვარგარეთ და სავარაუდოდ ჩვენი ვებგვერდის დაკარგავს ალბათ ქართულ წარმოშობას უცხოური კაპიტალის დაფინანსების შემთხვევაში.